გამარჯობა, მე ვარ ეთერი დვალიშვილი, ჩიკოსის შეფი. ვიწყებთ ახალ რუბრიკას ჩვენ სტუმრებთან ერთად მათი საყვარელი კერძების მომზადებას. ჩვენი პირველი სტუმარია ბესო თურაზაშვილი, ჩიკოსის დამფუძნებელი და შეთავსებით ჩემი შვილი. გამარჯობა ბესო. გამარჯობა დედა. რას მომზადებთ? დღეს ვამზადებთ თინუსის ტარტარს. ოკეი. რა დაგჭირდება დედა? ტარტარისთვის დაგჭირდება რაც მთავარია თინუსის გაუყინავი ფილე, ავოკადო, соуსები, ამას ნელ-ნელა მერე ვიტყვით, უკვე соуს როცა გავამზადებთ. ოკეი. და ხრაშუნა პური და ჩვენი ხელები. კარგი. ჩვენ გააკეთებ ავოკადოს დამიჭრი კუბიკად. მე დავჭრი თინუსს. დავიწყოთ. ესო, ჩვენ მაყურებელს რო უთხრა, როდის მოიფიქრე ჩიკოსის დაარსება და რამ გადაგაწყვეტინა საერთოდ რესტორნის გაკეთება. მე საერთოდ რესტორანთან შეხება არ მქონია, მაგრამ შენ მთელი ცხოვრება რამდენი წელია უკვე მუშაობდი შეფად სხვა რესტორნებისთვის. ხო და ანუ რომ ჩამოვედი ამერიკიდან, მინდოდა რომ რაღაცა საოჯახო ბიზნესი დაგვეწყო და ერთად გავუკეთებინა რაღაცა და ყოფილიყო ჩვენი საერთო პროექტი და შენი პირადი პროექტი. ხო, ამიტომ რამდენია უკვე ამ წელს იქნება 4 წელი, ხო, რაც 4 წელი დავიწყეთ. კი. ხო და 4 ბედნიერი წელი ჩვენ სტუმრებთან ერთად. რომ მითხრა? ეს სახელი საიდან მოიფიქრე და რატომ გადაწყვეტე რომ რესტორანი ყოფილიყო ჩიკოსი? ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა რომ გაგვეკეთებინა რაღაცა ევროპული, არგენტინული და ჩამომეტანა ის რეცეპტები, სადაც ცხოვრობდი მანამდე. ნუ სახელი ჩიკოს ესპანურიდან არის როგორც მეგობრებო, ხო, ანუ ესეთი სიტყვა არის, რომელშიც შედის ბიჭებიც, გოგოებიც და ყოველთვის მინდოდა რაღაცა ესეთი მეგობრული ატმოსფერო ყოფილიყო ჩიკოსში. ბესო, დიახ. კიდევ რო გითხრა სარესტორნო ბიზნესის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული? რას აკეთებ? ნუ ეს ბიზნესი გვაქვს ჩვენ ერთად, მე, შენ და ნიკოლოს, შენ მეორე შვილს. ჩემი მეორე შვილს, შენ ძმას. ამის გარდა ტანსაცმლის ბიზნესი, რაც არის მთავარი ბიზნესი, ბერხაზმი, დღეს რაც მოცვია. კი. და საკმაოდ პოპულარული და წარმატებული. საკმაოდ. და ხო, ვართ ეხლა ვცხოვრობთ და ოფისი გვაქვს შანხაიში, სადაც მუშაობთ აზიურ ბაზარზე. ძალიან კარგი. მოდი ახლა გადავიტანოთ ავოკადო ჯამში. ოკეი. და გავაკეთოთ соуსი, რომლის გარეშეც ტარტარის გაკეთება წარმოუდგენელია. შენ გადაიტანი ავოკადო, მე გადავიტან ტუნას. რას ვაკეთებთ შემდეგს? შემდეგ გავაკეთოთ ახლა შევაზავოთ. შევაზავოთ? მოდი მე დავამატებ. ჯერ რომელი მიდის თევზი თუ ავოკადო? პირველი ავოკადო. ომე? ავოკადოს უნდა რამდენი ავოკადო? თლიანად? თლიანად, ამ ავოკადოს დავამატოთ თლიანად სუნელები, აქ ვამატოთ, პირდაპირ არ დავამატოთ. სუნელები რა გვაქვს? დაღერღილი წიწაკა. ეს ცოტა. ძალიან ცოტა. ოკეი. არ გავამწაროთ. დიახ. ლიმონის წვენი. რამდენი? სადღაც 1 всё. საკმარისია. ზეითუნის ზეთი. და მარილი. აურიოთ. ამავდროულად მე შევაზავებ, გავაკეთებ უფრო სწორად соуს. ტუნას соуს ძალიან ბევრი ინგრედიენტი სჭირდება. ხა. ოკეი, ეს აურიე. ეს აურიოთ, გავაჩეროთ, ცოტა ხანს გემოები გაუჭდეს. მე ამ დროს გავაკეთებ, შევაზავებ соуს. ტარტარისთვის გვჭირდება თევზის соуსი. დიჟონის მდოგვი, მარცვლოვანი, ნუ ეს მნიშვნელოვანია. სოიოს соуსი. ზეითუნის ზეთი. შავი პილპილი. სოიოს соуსი და თევზის соуსი რომ აქვს, მარილი საჭირო აღარ არის. ცოტა სეზამი. ლიმონის წვენი, ფრეში. ჩვენი соуსი მზად არის. ამას ახლა გადავიტან ტარტარში. და ჩვენი ტარტარი დამარინადდება. ეს მნიშვნელოვანია, ფრეში რომ არის თევზი, ლიმონის წვენი, სოიო, თევზის соуსი
ცოტათი მოამზადებს და სუმთლად ესე ფრეშიც არ გამოდის კერძი. ხო, თან ნუ უსაფრთხოა ამის ამის შემდეგ. ეს საჭიროა. ზაფხული მოვიდა, ყველა ემზადება ზღვისთვის. ამიტომ კარგი ის არის ხო? ანუ პროტეინი, healthy fats, ცხიმი. კი. ძალიან ძალიან უყვართ ჩვენ სტუმრებს. და ეს соуსი რომ დავამატეთ, რამდენი ხანი ჭირდება მარინადს? 1 წუთი. სანამ ჩვენ ამას ავაწყობთ, თითქმის უკვე შევა რეაქციაში ლიმონის წვენი და თევზი უკვე მომზადებულია. ოკეი. ავაწყოთ? კი. შვენიერ. შენ აწყობ თუ მე? მითხარი და დაგეხმარები, ანუ ეს კი, ჩვენ გვაქვს საკონდიტრო გოლი, ესე უფრო ადვილია და ლამაზია. ნუ სახში აუცილებელი არ არის, ამის მაგვარი რაღაცის მოფიქრება შეიძლება. გადავიტანოთ უკვე შეზავებული ავოკადო, მთლიანად გადავიტანოთ და ცოტათი დავდგებნოთ. კარგია. მეორე ფენად უკვე წავა ტარტარი. მე მგონი ამაზე ადვილი მოსამზადებელი კერძი ძნელად მოიპოვება ერთადერთი соуსი. დავდოთ? კი, დავდოთ. ლამაზი ფერებია თან. კი. ზაფხულის ფერები. ძალიან მიხარია რომ დათანხმდი ამ ვიდეოს გადაღებაზე, იმიტომ რომ ვიცი რომ კამერის გეშინია. რომელზეც ორი წელია მეხვეწები და არ გთანხმდები. ხო, ანუ მე ვფიქრობ რომ ხალხმა უნდა გაგიცნოს. დეკორისთვის ვამატებთ სეზამს. ნუ ეხლა თუ ვინმეს უყვარს, შეუძლია უფრო მეტი დაამატოს. დიახ. ლაიმი, თუ ვინმეს სიმჟავე არ ეყო, შეუძლია კიდევ დაამატოს. უბრალოდ მიკრომწვანილი. კიდევ გვაქვს მწვანე ზეთი, ეხლა ეს უკვე არის სარესტორნო და სილამაზისთვის, ნუ რაღაც გემოს რა თქმა უნდა ზენს მწვანე ზეთიც, რომელიც მზადდება მწვანილებისგან, მაგრამ მწვანე ზეთი თუ არ გექნებათ, ნუ რა თქმა უნდა, ნუ ზეითუნის ზეთი ისედაც აქვს შიგნით. ეს ჩვენი მწვანე ზეთი. ლამაზია. უბრალოდ ალამაზებს. და რა თქმა უნდა, გემოსაც ამატებს. ესეც ჩვენი მარცვლოვანი ხრაშუნა პურები. გასინჯოთ. კერძი მზად არის.